გამარჯობათ. შუადღე მშვიდობის. აი მე რამდენჯერ დავალავ. როგორ ხართ? იქიდან შუქი გვირტყავს. ცოტა მუქად ჩვენ ვართ, კი არა დაღიათ. რა ქეთქარვი? კაი ისე იყოს. ცხელა. დილას ვერ ჩავწერე ვიდეო და გეტყვით ხა რატო. ძალიან სასიეს რაღაცა. იონის საროჭკარის. ძალიან სასიამოვნო დღე გავატარე, კი არა და წუთები თუ საათები და რამდენი ხანია ესეთის არ გქონიან ჩვენ. არც დამიგეგმია და არც ანუ წარმომედგინა რა, რომ მოდი ხა ამ დროს ამ რაღაცას გავაკეთებ, ან ეს. დილას ჩვეულებრივ აპტეკი იყო ცოტა საჭველი, ზოგმა ჭამა, ზოგმა ვისაც არ იყო. მე გავაკეთესა და ის რაღაც და ანუ ისე მოხდა, რომ ეხლა უბრალოდ ამოვედი, რომ მართლა ბევრი საქმე მქონდა გასაკეთებელი. და პლოშატკის ქვეშ ლაშა სამსახურშია და მე ბარბარე იონე და ნინო ალბათ საათზე მეთხას ჭორავდით. ხან რაზე, ხან ვიზზე. რაღაც ახალი თემები, ძველი თემები, ახალი ჭორები, ძველი ჭორები, სასწავლებელზე. იონე ხო აბიტურიენტი ხდება და მოკლედ არის მაგაზე რაღაცებზე და ანუ ეგ გვაკლია. ეგ ურთიერთობა გვაკლია რა. ხშირად არ გვაქვს. იონე. ორი წამი ჩავწერ ვიდეოს რა. 1:15 წუთი. ამომყვა ისიც. ხო და ნუ ძალიან კაი იყო რა. ხან რაზე. ჭორის დონეზე რო დავიწყეთ, ვიცინეთ, დავცინეთ ერთმანეთს. ჩემს ლაივები იყო განხილვის ის იონე ზოგადად ხა ბავშვების მოსაზრებას ძალიან ვითვალისწინებ რა. ნუ მოკლედ ჯერ იმას გეტყვით, წეღარაზეც დავიწყე და მე გავაგრძელთ ან დალაგებულად რომ მივყვეთ. ეს ურთიერთობები დღესდღეობით არა მარტო ჩემთან ვფიქრობ, რომ ყველას ოჯახში არის გვაკლია. ვისთანაც არ არის ეს პრობლემა, ძალიან მაგრები ხართ, ძალიან კარგია რომ ამას ინარჩუნებთ, შეიძლება მეტი ძალის ხმევა სჭირდება ამ ყველაფერს და რაღაცა, მაგრამ კაი ანუ ესე ვერ ეტყვი რა, ეხა წამოდი რომ ერთად ვილაპარაკოთ და ვიჭორავთ და რაღაცებს და წამოდი დღეს ეხა მაგის დროა რა. ან რაღაცა წუთები მაგისი უწევს და წავალთ ახლა ვილაპარაკო. ეგრეც ხო ვერ იზავა რა. თავისთავად მოხდა რა. ხო და ძალიან მომეწონა. რაღაცას კი მიფიქრებოდა რომ იცი რა მანარა დღეს სამსახურშია თუ არ ხარ. YouTube-ს გულისხმობ. ცხელა რა და ეს არ შეიმჩნიოთ. ხო და ისა. მე მეტყოდა რომ არა, ანუ ეგ მოიცდის არსად არ წავა, ეს თავარია და მართალიც არის ჩემი მეორე მე სადღაცით რომ მეძახდა რომ ანუ ეგ კი თავარია. ეგ მომენტი თავარია და თუნდაც კაი ხანი რო ყოფილიყავით კიდე ვიქნებოდი. უბრალოდ მართლა წამოვედი რომ რაღაცები გასაკეთებელი მაქვს. იმიტომ რომ შეიძლება მე კიდე საჭმელზე აჯაფსანდალი გავაკეთე და კიდე დამჭირდა საჭმელს გაკეთება. მანამდე მაღლა ოთახების ის მინდოდა და ცოტა მოწესრიგება. ხო და გვაკლია რა ესეთი ურთიერთობები თან ძალიან, იმიტომ რომ ამ დროს უზიარებთ ერთმანეთს რაღაცას. ამ დროს აღმოვაჩენთ, რომ სხვა ერთმანეთისგან განსხვავებული რაღაცა წარმოდგენები გვაქვს. სხვადასხვა აზრი გვაქვს. ბევრი რაღაცები განვიხილეთ, მოკლედ რა. ბევრი რაღაცები მკითხეს, ბევრი რაღაცები გაითვალისწინეს, ბევრი რაღაცებზე ვიჭორავეთ. ეხლა რა ძირითადი იყო კიდე იონეს ჩაბარების თემა, პროფესიის არჩევა. ანუ
არ მომწონსო რა რომ ესა აბარებენ, იმიტომ რომ უბრალოდ უნდა ჩააბარონ და უბრალოდ აბიტურიენტი უნდა ერქვათ და ამთავრებენ ისეთ პროფესიას, რომელიც საერთოდ მაგის მომავალთან და იმ ბავშვის მომავალთან საერთოდ ახლო არ არის და ეგ არ მომწონს ზუსტათო. ხო და მაგაზე მქონდა ლაპარაკი, რომ იქამდე კიდე ჯერ დრო გაქვს ცოტა, ბევრი აღარ, უკვე ცოტა დრო, რაზეც უნდა დაფიქრდეთ და უკვე უთხრა შენ თავს, რომ всё, აი ეს არის ჩემი მომავალი პროფესია, რითიც უნდა ვიცხოვრო. რითიც უნდა ვაცხოვრო, შემდეგ ოჯახი. ცოლი, შვილი, ქმარი, შვილი და ასე შემდეგ. ვაცხოვრო რა ეხლა რითიც უნდა იარსებო რა. თორე ხლე მე მკითხა შენ რომ ჩააბარეო მაგაზე გინდოდა რომ ჩაგებარებინა თუ უბრალოდ მოხვდი და რაღაც. წარმოგიდგენიათ მე რომ ჩამებარებინა არა იმ ხელოვნების განხრით. და ეგ უცხარი და ჩამებარებინა ანუ დომებოდა უცხოენები თქო და ჩამებარებინა უბრალოდ რომ მოვხვდი იქ იმიტომ ანუ ეგ ხოსისულელი. ძალიან მინდოდა რომ მან ჩამებარებინა და ზოგადად მან კონკრეტულად მან არა. მინდოდა რომ ჩემი პროფესია უფილიყო ის სფერო, რომელიც მე ძალიან მიყვარს. ხო და უკუღმა დავკეთე. ხო და მასე გამოვიდა და მოვხვდი მან. მაგაზე ვისაუბრეთ. რამდენიმე ის აქვს განხილვაში სასწავლებელიც, პროფესიაც ჯერ კიდე ვერ ჩამოყალიბდა რა და ცოტა ეგ მეც მანერვიულებს რომ წეს უკვე უნდა იცოდეს. მაგრამ ბავშვებში რო ვკითხულობ ხოლმე რა მაგის ასაკის ბავშვებში მეთქი თქვენ შვებით აუ არ ვიცი არც მიხარია ხოლმე რომ ესე იგი მარტო იონი არ არის მაგ მომენტში რომ ანუ რო არ იცის რა არ არის ჩამოყალიბებული და მიხარია რომ ანუ მარტო იონის არ აქვს პრობლემა. ხო და ძალიან კაია რა ესეთი მომენტები არ დაკარგოთ ხოლმე ხალხო. ეხა ეს რატო გავრეცხი ხო ვერ მტყვით. ხა მის ცალს დავიტოვებ, იმიტომ რომ შეიძლება მე კიდე ერთი გაიხეს. აშკარად სადღაცას წამოდო. დავტოვებ ჯერჯერობით. ხო და ძალიან ჯერ ის რომ იცი რას აკეთებს ესეთი ურთიერთობა ხოლმე, რასაც მე ვაკვირდები და რაღაც რომ ჯერ ხო აი ამ ურთიერთობის შემდეგ ძალიან კმაყოფილი ვარ ხოლმე რომ თითქოს რაღაცა აი თანამოუხსნელია ეს რა, რომ ანუ რაღაცა ურთიერთობით ივსები. რაღაცა აი იმაში რო ხოლმე თამაშებში რო ხო სიცოცხლებს რო იღებ და რა აი ეგ გემართება რა ხვდები რომ ანუ ხარ შენი შვილებთან ურთიერთობაში თუმცა სამწუხაროდ ეს ძალიან ხშირად არ ხდება გამომდინარე ცხოვრების სტილიდან და როგორც წეგან თქვი უბრალოდ ესე ვერ იტყვი რომ აი ხა ერთად ყოფნის დროა თუმცა სანამ პატარები იყვნენ ხოლმე ვარ ჩამოვართმევდი ხოლმე 1-2 წლის წინ ჩამოვართმევდი ხოლმე ტელეფონებს ეს ნახე სადამაკაშვილი და ჩავთავდი ხოლმე ფილმს და ვუყურებდით ერთად, მაგრამ მე ისევ სკოლაგან რიგიც ეკვა ესეთი რაღაც ან არეული იყო რაღაცა და ერთადაც ვერ ხვდებოდით საჭმელია მაგასაც კი ცალ-ცალკე ეჭამდნენ ხოლმე ვინ როგორ და რანაირად მოძრაობდა და უხერხდებოდა და ყოველ შემთხვევაში ყველანაირად ვეცდები ხოლმე რომ აი მაგალითად დღეს ხო ხვალეც ხო სახლში ვარ თუნდაც რა ვიცი ადრე იყო საზამთროს დავჭერდი ხოლმე და იმ პერიოდში ჭამის დროს რაღაცა ერთად ვიყავით მაგრამ დღეს ანუ არაფერი გამერა ეს თავისთავად მოხდა ერთად დავგროვდით რაღაცა კაი იყო კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით უკვე კმაყოფილი ჯერ არ დასრულებულა დღე მაგრამ უკვე კმაყოფილი ვარ აი ეს ნუ გადავაგდო. ამას ცალი არ აქვს. სადმე აქ იქნება. აჯებს სანდალი გავაკეთე.
მივალაგ-მოვალაგე ცოტა და ეხა მინდოდა რომ ის ნახატი დამემთავრებინა. ხო და სანამ მაგ ნახატს დავიწყებდი მინდოდა რომ ვიდეო ჩამეწერა, რომ თლათ ესე გავახალტურო არ მინდა რა, იმიტომ რომ შემოსავალზეც ანუ შემოსავალზეც მოქმედებს Google-ის რა ქვია მაგას, სულ მოვიწყდება ეგ სიტყვა. რეიტინგზეც მოქმედებს შენ არხზე, იმიტომ რომ Google გაგანადგურებს. თუ თანამშრომელი ხარ, უნდა ითანამშრომლო ჩვეულებრივი სამსახური, ჩვეულებრივი, ანუ არ გეგონოთ რომ ანუ ან ჩაწერს, ან არ ჩაწერს რაღაცა. ხო, ეხლა არავინ პასუხს არ მოგთხოვს, მაგრამ შენ არხს დააკლდება ძალიან მაგრად. ხო და ელემენტარული იმისთვისა გაქვს ეს არხი, რომ ჯერ ის რომ მოგწონდეს, მერე რომ სარგებელსაც იღებდი, რატომაც არ. ხო, დღეს ნავწონილი იყავი ხალხნო. მაგრამ ვერ ჩავთე ჩემი სასწორი ვერ ჩავთე ვერაფრის დიდებით და აბდექი და მიუდე ნაგვისვე დროს გადავაგდებ. ამიტომ მოშავაც რომ წავალ სამსახურში იქ ავიწონები თანაც აუცილებლად და ვნახავ თუ აქვს შედეგი ჩემს გუშინდელს, გუშინწინდელს და დღევანდელს. დიდ შედეგს არ ველოდები, მაგრამ ესე 3 დღეს ედიზეთ ესე პატიოსნად რომ მივყვებოდე ჩემ თავთან შეთანხმებას არ ყოფილა. ხო ამდენი მცდელობა მქონდა, მაგრამ არც ერთხელ 3 დღეს ედიზეთ არ ყოფილა, იმიტომ რომ რაღაციდან ამომძახებენ ხოლმე, რომ ეხლა რო ჭამო პამიდორი, ზეთმოსხმული და პურით რა დაშავდება რამე? არაფერი არ დაშავდება, წავიდოდი და ავიჭრიდი კარგა. ნახევარი არ მყოფნა და მე იმწვენი სამშრობა. მე მეშლებოდა ჩემ თავზე ნერვები და აი ეს დღეს არის მესამე დღე. ძალიან პატიოსნად მივყვები ჩემს ნათქვამს. ძალიან პატიოსნად და აი მე რომ მეშლებოდა ხოლმე ნერვები ჭამის მე ჯერ ხო ვეუბნეოდი ჩემს თავს რომ მე არაფერი არ დაშავდება საერთოდ. ხო ამოვიტენებოდი და მე მეშლებოდა ნერვები და მე იმაზე მეშლებოდა ნერვები რომ ჭამე კი არა, კიდე რომ ჩემს სიტყვას გადაველი, ანუ აი ეგ მაგიჟებდა რომ მამონავებ და სურვილი რაღაცის ჭამის და ქალო ჰე მაგან როგორ უნდა გამონავოს. აი ხომ ნახო როგორ უნდა დამორჩილება. არც მიჭირს და პირიქით ისე ვამაყობ ჩემი თავი, ისე ვამაყობ რომ ოსთან ეს ვარჯიში მართლა ხელს მიწყობს. ვგრძნობ ცოცხალი რო ვარ. მართლა. ხოდა მინდოდა რომ ეს თქვენ მოვსულიყავი და თქვენთვის გამეზიარებინა ეს სიტუაცია, რაც წეღან მიიღო. თამართალია ნინო არ ჩაერთა დიდად საუბარებში, იმიტომ რომ თამაშობდა ტელეფონით, მაგრამ ორ შემთხვევაში ვასწავლე როგორ უნდა დააედითოს ვიდეო, როგორ უნდა დაადოს მუსიკა და მაგას წვალობდა და არ ვიცი გამოუვიდა. გააკეთე? YouTube-ზე წავიდა და 103 ნახვა აქვს 1 საათის წინ დანებულ ვიდეოს და 1 ლაიკი. 103 ნახვა აქვს მალად. იცი მე თუ შენი YouTube არხი თუ გადავა იმ 1000 ნახვას, მაგ ყველაფერს დაგიბლოკავენ. იმიტომ რომ ეგ მუსიკები ყველა საავტორო უფლებით არის. ნუ ეგრეა. სხვადასხვა მე ნინო შევთავაზე რომ გადაიღე მეთქი რაღაცა ისინი ბლოგები და დავდოთ მეთქი და დაგიდებ. ოღონდ ისეთი მარტო ძირითადი მაყურებლები რომ ბავშვები ყავდნენ რა შენი ასაკის შესაბამისად მეთქი და რა ვიცი. არ გაუკეთებია. თუნდაც 10 წუთიანი ვიდეოები ყოველდღე რო ცოტა გადაიღო. გახსოვთ ერთხელ რო ვიყავი ერთხელ რაღაცა პრინციპში ერთხელ ვიყავით თურქეთში და რო ვთხარ რაღაცები გავუმიგზავნე მეთქი სულ ესე ჭირა და ესე იღებ და ეს ანუ მე ვთხარ რომ ესე დადე და რაღაცაზე იჭორავე ანუ რომ მე გადმომიგზავნო რომ როგორ ახარ გავიგო მეთქი და მე მაგებს ავტვირთავ თქო და ამას უცხონაირად გაიგო სხვა ვიდეოებს მიგზავნე როგორ აიღო ეს ზემოდან იღებ და როგორ აიღო კბილის ჩოტკი როგორ გამოიხეხა კბილები როგორ ისაქნა როგორ ესაქნა სავარცხელი როგორ რაღაცა ეგეთებს იმაშობ და ეს აი რო ხატავს ხოლმე და რაღაცა შეუძლია რაღაცები ისაქნას გააკეთოს. ოღონდ ისეთი რა თავის ასაკთან შესაბამისი რა თქმა უნდა. ეხა ისინი რა ქვია ის მუკბანგები და ეგეთები
მოდიდან მკვანგი გადავიღოთ მე ერთად. აუცილებლად ჩილა. იცი რა ის მინდა და რაზე ვფიქრობდი, ნინო? ჩელენჯები რო არის ჭამისა, ხო იცი? გაქცევისა. აი მეთქი და ოღონდ ისა. რა შეიძლება რომ ჭამო? მე გავაკეთე. ეხა. ვიგაბიხა. კაფეტების გულიზე? ანისა, შენ რო გინდოდა და მეც რომ მეცხარი. რაღაცე, მაგრამ მეძალება ხოლმე ამ სიცხეში ხო თუნდაც მაგრად. დავიდეთ ეხა ნახატი დავამთავრეთ. წყალიც მოვიდა, მაგრამ საერცხი დიდად რამე მაქვს მეთქი და სარეცხი მოგატყვევ. თეთრი ნასკევი მაქვს და სარეცხი და მაგას ხელით ვრეცხავ ხოლმე. დედა, ეხლა რა საღამოხანს ვიზამას მაგას. მაგ მუსიკებს კი არა და ვიდეოებს დაგიბლოკავე. აი რატო არის, აი მაგალითად ახლა თუმადებინებს ახლა რატო არ მიბლოკავ. იმიტომ რომ ეხლა შენ არხი არ ამოწმდება და მე Google-ი შემოწმებას დაიწყებს. ეხლა თავისუფალია, რასაც გინდა დადებ, მაგრამ როგორც კი ესე ეხლა კონკრეტულად შენზე არ მომობ, როგორც კი მაგალითად რაღაცებს დებ და 1000 გამომწერამდე მიდიხარ და გამომწერი მეთქი ნახვა და არა, გამომწერი და მე უკვე Google-თან რო ის არის რა ქვია იწყებს თანამშრომლობა შენზე, მე უკვე გაკონტროლებს, გამოწმებს და არ გაპატიებს რამე გაპარვას. შანსი არ არის. ამას წინათ 3 წლის წინანდელი დადებულ მუსიკაზე რაღაცაზე მომწერა, რომ ეს საავტორო უფლებები გაქვს დარღვეული. ვერ ვიპოვე ის ვიდეო. სანამ მეწერენ. დავანებით არის. როგორც ისე მომწერა, რომ ანუ ისე ვიდეოს შემოსავალი არ ექნებაო. უბრალოდ რომ იდოსო, ანუ არხსო არაფერი ემოქმევა. ოღონდაც არა, ეხა ნუ მაძებნია, რამის არ მივწერე და იყოს არა. არა, ზოგადად მე და თუ არ წაშლი, მე თვითონ წაგიშლიან არხს. აი. წავედი ხა, გამოიტანე ქვები? წითელი, ისა ყვითელი და ლურჯი. ხო? გამოტანე ქვები. ნახატი უნდა დავამთავრო მაგის. იმედია წებო მეყოფა. ხო იყო ნინო იმ წებო რო ამოიღეთ იქედა. კი, ოღონდ ცოტა. დაგეყოფა. მეორეც მაქვს ცარიელის სავსე სადღაც იმედია მეყოფა ყოველ შემთხვევაში. წავალ თან განახებთ. როგორი გამოვა. იმიტომ რომ გავუკეთე სათვალე, დავუხატე სათვალე. ეხლა რო გაპრიალდება ლაკით არ ვიცი როგორი გამოვა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რა მე მგონი უცხო არის ჩემთვის, შეგიძლია დაიწყო. დაუკრა. იმ ხრივ რომ სათვალიანი პირველად მაქვს დახატული და ანუ სათვალიანი ეგ პირველია და ეხა განახებთ. დედა როგორი მზეა. აი ეს ქვები ეს მინდა კაბაზე გავუკეთო. ეს თავზე. ესენი აღარ დამჭირდება სავარაუდოდ. ნახეთ. ანუ აქ იქნება ცისფერი. ეს შევსება ამით. ცისფერი ფერით და კაბა იქნება სულ ყვითელი. არ ვიცი ხა როგორ ჩანს სათვალე. რო გაპრიალდება, მე როგორ იქნება. მაგრამ მე მგონი რომ ლამაზი გამოვა. ხო, ეს უნდა გავხრიტო ჯერ და ის თოკები გავუკეთო. ძაღლი იყფებოდა და კინაღალ დაუძახე რომ კუდა გაჩერდი თქო. გამახსენდა რომ კუდა აღარ არის. ჩემი კუდა და აღარ არის. რაო, ჩემო ლამაზო. ეხლა ნახე. ეს ერთი მეორეთად იყო სადღაცას და ეხლა განახებთ. ის სიგრილეში სად შეიპარა აბანოში. რაო, ჩემო ლამაზო. ბუირა. ვენი პატარა ბუირა. ეს ჩანთა უნდა გავწმინდო რა გინდა აქ. სიგრილეში ხარ? ჩემი პატარა. ნარჩენი არ ვიცი სად არის. აზრზე არ ვარ.
გუშინ ანუშკისთან ვიყავი, მაინც ხო მივწერე, რომ ანუშკი მე მგონი სახში არ ხარ შენ. სკარები ჩარაზული გაქვს თქო და არა ქალურად ჩარაზული უბრალოდ ემათ ცოტა ძნელად იღებაო, თორე არანაირი ჩარაზული არ არისო და გადაველი სადღაც 1 საათი მე და ანუშკი ვიჭუკჭუკეთ კარგად. ყავაც. ჰა? რა არის მინდა? სუნის ზეთი აჯებსანდალი გავაკეთე იქ. ნივრი სული იყო. ხოდა ეხლა წავედი აპტეკი, გავხრიტო ესენი, იმედია უკან არა აქვს ლაშას გადატანილი დრელე, რომ გავუკეთო ჯერ საკიდი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ საკიდის მერე უნდა დავიწყო ქვების დაკვრა. მე მგონი კაი გამოვა რა. ნახოთ. დროებით